იმ დღეს რაღაცა უნდა გადაწყდეს, მაგალითად ესეთი მოლოდინი რამდენჯერმე იყო ამ აქციებზე, როდესაც ვთქვათ ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, ჯერ კიდევ როდესაც მოქმედი პრეზიდენტი იყო, მისი განცხადებებით იწურებოდა ხოლმე ეს აქციები და მიდიოდა თვითონ ზურაბიშვილი სტოვებდა რუსთაველის გამზირს და ისმოდა ხოლმე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კრიტიკაც. ის რომ ვთქვათ ზურაბიშვილთან დაკავშირებით თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო აქციაზე უпроსტად საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერშიც ისაუბრეთ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც თავისი არჩევნების დროსაც ლეგიტიმაცია რამდენად იყო და მაშინაც ამბობდნენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რომ გაყალბების გზით არის ის დასმულიო და ქართულმა ოცნებამ ძალით გაიყვანაო, ასეთი განცხადებები გვესმოდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომელი განცხადებებიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, ხომ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბომბმა ყოფილმა ხელისუფლებამ. ასეთი განცხადებების შემდეგ ზურაბიშვილი რომელიც ოცნების მომხრეებსაც არ ქონდათ დიდი წარმოდგენა და გაუჭირდათ საკმაოდ ხომ მისი გაყვანა. ასეთი ლიდერი რომ ყავს დღეს ოპოზიციას, ეს მინუსია თუ პლუსია? ხა პლუსია არ უნდა გითხრა. რაც მოხერხებსვერე. არა ცხადია, უბრალოდ იმას არ უნდა რომ ჩემი ეს დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის რაღაც განსაკუთრებით იმაზე კი არა, უფრო მეტად თვითრეფლექსიის ნაწილია, რომ როცა ნაყოფად ეს დარჩება, ნუ ამას ნაყოფს ამას მიიღებ, ეს თვითონ ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა შენ ერთი დეკადაზე მეტია, ხარჯავ ამდენ რესურსს, ამდენ ფულს, ამდენ ნერვს, ამდენი ადამიანი თავისი დროით და ყველაფრით პრინციპში ახლა. ან რაც ოპოზიცია ვარსებობთ, ხო, წარმოიდგინე რამდენი ადამიანი ამ დროის განმავლობაში, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, ხო, და რაღაც რესურსები ხო იხარჯება არა მარტო ფულის ნაწილში, ადამიანური დროის ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული და ხა ეს ხადია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის დასმულიო თვითონ ოცნების წარმომადგენლებმაც თქვეს რომ ის ძალით პრაქტიკულად დასვეს საპრეზიდენტო სკამზე, მაგრამ ოპოზიცია ამბობდა რომ ის რუსეთის წარმომადგენელი იყო. როდესაც ოპოზიცია აცხადებს გუშინ რომ ის რუსეთის პარტნიორია, მთავარი პარტნიორია და დღეს ოპოზიცია აცხადებს რომ ამ ქალმა უნდა მიგვიყვანოს ევროპაში, ამ ადამიანმა უნდა მიგვიყვანოს ევროპაში, რამდენად არის ეს ორმაგი სტანდარტი? ნუ ორმაგი სტანდარტი არის, რომ ეს იყო გამოწეული ჩემი აზრით იმით, რომ ჩვენთან ძალიან დიდი ხანი არის ძალაუფლებაში ოპოზიციონერი ადამიანი არ ყოფილა და შესაბამისად რაიმე ტიპის ინსტიტუციას რომ მაინც წარმოადგენდეს და ისაჯერდეს შენს პოზიციას, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მე ხდება ესეთ რაღაცას თვალის დახურჭა. მე არ მგონია რომ სწორია თვალის დახურჭა ჩემის ხრივ. ბოდიში თუ რაღაცა ენაშემირბილებია, მეტად ენის მოჩლექვით შეიძლება მისაუბრია გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ის მაინც უფრო მეტად იყო საპრეზიდენტო ინსტიტუციისადმი დამოკიდებულება, როცა ეს ინსტიტუცია არის რაღაცნაირად ჩვენთან ერთად პოზიციას იზიარებს, დამოკიდებულება, როცა ამ ინსტიტუციას აღარ წარმოადგენ, მე ამაში პიროვნულად უნდა იყო იმდენად ლიდერი, ამ აზრის ლიდერი, რომ იმდენად გერგებოდეს ეგ, რომ მე შეინარჩუნა ეს ლიდერობა და რაც შემდეგ რაც სასახლე დატოვა საპრეზიდენტო, ჩემი აზრით მაგნაწილმაც იქნა და მე ხა სხვადასხვა პოლიტიკოსებსაც ეხაც უკვე შევატყობ. აი ლეგიტიმური პრეზიდენტი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ან მე ხა მე რო კაცმა მკითხოს საერთო ჯამში იმაზე ცუდი არჩევნები, ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი პირველი არჩევანი, სადაც მე უკვე დასულმას ვუყურე რა. კოორდინატორი ყოფილვარ და უბანზე ყოფილვარ და მაშინ გავიაზრე საერთოდ არჩევნები როგორი რამეა, რომ 5 საათის მერე საერთოდ სხვა სპორტი იწყება და შენ რაღაც გქონია, ეგ ეგრე არ არის და პირველად შევეჯახე ეგეთ რამოსო კოორდინატორებს უყურებ, სადაც მხოლოდ უბრალოდ რომელ საათზე ვინ რა უნდა მოვიდეს, ეს რაღაც სხვა დაგმულ სცენარში ვიყავი და ამას პლუს დამატებული ის პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის ძალიან დიდი განსხვავება ხმებს შორის სალომეს ზურაბიშვილმა მიიღო და ის სქემა, ჩემს რაც სქემითაც ეხლა ეს არჩევნები ჩატარდა, როცა ხდება ამ დაახლოებით 9 მილიონით ნამატი ხმების მობილიზირება მოსყიდვით და უგონ მაშინ ეხლა უფრო მეტად ეკრანს გარეთ ხდებოდა ეს ამბავი და მაშინ პირველად ვნახე, როცა პარტია გამოვიდა და ვალები დაუსტუმრა ხალხს უთხარავ თქვენს ვალების ვალდებულებას ბიძინა ივანიშვილი ქართულ ბანკში კრედიტებთან დაკავშირებით ამბობთ ხალხს რომ აირჩიეთ და კრედიტებს დაგიფარავთ არის მოსყიდვა, ხო, ახლა ამაზე მეტი მოსყიდვა, ესე საჯაროდ მე ყოველ შემთხვევაში არ მსმენია სახელმწიფოს ხო და ამას რატო გეკითხებით? ადამიანის რომელიც თქვათ, აი თქვენ რაზეც ლაპარაკობდით, რომ ხალხი გაიყვანეს ზურაბიშვილი, თქვათ, ყველა რესურსი დახარჯაო, აი ამბობდით ხო თქვენს ქართულმა უცნებმა. თვითონ თუ გაყალბების გზით აირჩია ხალხმა. ის როგორ საუბრობს დღეს არჩევნების როგორ უნდა ჩატარდეს, როგორ საუბრობს დემოკრატიაზე, როგორ საუბრობს ევროპაზე და აი ამაზე რატო ubავს მაშინ ოპოზიცია მხარს თუ ის ubავს მხარს ეს ვერ გავიგე.
ხოლმე ხარ რატო საუბრობდე რომ ისაუბროს და კათარზის ქონდეს ადამიანს მე პრობლემა არ მაქვს რა მე 11 ჯამის მუშაკებით ვინც როდის ჩაერთვება უბრალოდ მე ამ პროცესში დავინახე რომ მათ შორის არც გიორგი გახარიას არც ხოლმე ზურაბეშვილს არც იმ ადამიანს ვისაც რეალურად ესმის აქ არჩევნები როგორ კეთდება და ეს ზუსტად ვიცი რომ ყველა ადამიანმა ვიცით რა ერთმანეთს რაღაც აპარატებში ნულები და ერთებში კი არიცი რაც ამ ხალხს დიდად არც უყვარს ეს ტექნოლოგიური ყველა საშინე და ჩვენ კიდევ უფრო მეტად დაუტოვეთ და ვეუბნებთ რომ თითქოს ჯობია კოორდინატორებმა ითვალონ ხელით და ნულები და ის რომ მართლა ეშლება და არა აპარატში და სამდრეში აპარატში კი არა ადამიანშია ყოველთვის არჩევნებზე პრობლემა როცა ადამიანი შეხედავს იმ აპარატზე რომ ვიღა გამოჩნდეს ვინ მისწავლეს და მე მიდის და იმას აკეთებს რაც არჩევნების დღეს და არჩევნების დღემდე ხდება ეს ყველაზე კარგად მათ შორის გახარია მიცის რომ ყველაზე კარგად აგვექ სისტემა ერთ-ერთ ყველაზე გამართულად წინ არჩევნებზე და თუმცა სამეგრელოში იყო და მე ახლა რებიც მოხდა გვახსოვს და სალომე ზურაბიშვილიც და ყველა ვისაც ხელისუფლებას და შემხებლობა ქონია მე სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის გაყალბება ესე პირდაპირ მე და ზურა ვიყავით როცა მასში ხდებოდა რაც პარტიების ლიდერებს და რაღაც არჩევნებზე ვთქვი და ისე იმათ ვითხარ კაი ცოტა არჩევნებზე მონაპირე შემაიც ხო იცი როგორ ტარდებაო რა ხო პრეზიდენტი რო იყო დაახლოებით 3 წლის წინ ხარ და მე კი ვიცი მაგრამ აი ესეთ ამ მე რომ მეუბნებით მე ხო არა ურჩევი ცოტა იმ სალომემ გითხრათ ანუ ეგ კი ვერჯერაც მithkავს ეგეთი რამე. ანუ ის რომ როგორ ტარდება ამ ქვეყანაში არჩევნები, ეგ ყველა პოლიტიკოსმა კი არა. ყველა ადამიანმა იცის, რომ ნახევარ ქვეყანაში მაგრამ აი ქართული და აი ამდენი განცხადების ეს კაცარძისი რო ყოფილიყო, მე ეს პრეტენზია არ მექნებოდი და ვიტყვი რომ კი, აი მოდი ჩვენით მოყვეთ, ჩვენ თავით რა გვაქვს და ნახი რეალურად. და მე ეს თვითონ პროცესაც დაეხმარება, მაგრამ როცა პროცესში შენ იმას უყურებ, შენი თავი არ დაზარავდეს და რაღაც ესეთი დატოვო, ერთ ცხადია ვიღაც მომიბრუნდება და მაგას მეტყვის, რომ კი შენი ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც ხმა მე მივეცი, შენ კი არ მიეცი, შენ ამოდი იმაზე რუსია და მე ვამოდი რომ არ არის რუსი და მე მივეცი ხმა ეხა შეიცვალა როლები ხა ალბათ გრიგოლ ვაშაძე მათთვის ბევრად უფრო მოსაწონი პოლიტიკური პერსონა ვიდრე მაჩორდან სულ მოძრაობისთვის რომლის ლიდერიც თავმჯდომარე იყო და ახლა პირიქით სალომე ზურაბიშვილის და ჩემი ერთ-ერთი ნაბიჯი რომს გადავდგა არის ის რომ ეგეთი რაღაცები დავიღალი არ მომწონს არ ვიქნები ეგეთი პოლიტიკური სპექტრის ნაწილად ყოფნა არ მსურს იმიტომ რომ ჯერ ესე ისედაც ამორალური მგონია და მეორეს მხრივ პრაგმატულადაც არ ვიცი ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვიგო